მოგესალმებით. დღეს 4 შაბათია და ეთერშია გადაცემა მარილი გემოვნებით. მოკლედ უახლოეს წუთებს დარწმუნებული ვარ საკმაოდ სასიამოვნოდ გაატარებთ ჩვენთან ერთად. ჩვენი მყოფებით უკრაინულ რესტორანში ხუტოროკ City, რომლის სამზარეულოშიც უკვე იმყოფებიან ჩვენი თანაწამყვანები მიკი და ნინო, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან დანაც დიდი რუდუნებით შეკვეთას. და ალბათ მოგვიმზადებენ ყველაზე გემრიელ და საფირმო კერძს, რომელიც ამ რესტორანში მზადდება. ასე რომ წამოვყვებით, გავიგოთ თუ რა მენიუ აქვს ამ უკრაინულ რესტორანს. მოვყვებით. გამარჯობა კიდევ ერთხელ. მენიუ ქსიუშა მქვია. ძალიან სასიამოვნოა. ქსიუშა, რამდენი წელია რაც ეს რესტორანი გაიხსნა? აგვისტოში იქნება 2 წელი, რაც გავხსენით. ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ახლა მოვიფიქრებთ რა შევუკვეთავთ, დღეს კარგი ამინდია და შესაბამისად რაღაც მსუბუქს ავარჩევთ, ხო, მიკი მე და შენ? შევარჩევ და 2 წელში დაგიწევთ. კი ბატონო. მადლობა. ესე იგი ძალიან მრავალფეროვანი მენიუ არის აქ, მიკი. კერძები, ცხელი კერძები, კერძების ზღვის პროდუქტებით, ასევე წვნიანი კერძები, ბორში, რამდენაირი. ჩვენი წინა შეხვედრების განმავლობაში ძირითადად შენ ენდობი ხოლმე ჩემ გემოვნებას და მე მომყვები ხოლმე. ამჯერად მე გამოვყვები შენ და ვენდობი შენს გემოვნებას და მოკლედ ის მივირთვათ, რასაც შენ გადაწყვეტ ჩემო ნინო. ესე იგი, მაშინ ხუტოროკი, საფირმო სალათი, რომელიც საქონლის ენისგან შედგება: ლორი, კვერცხი, ხამასოკო, კიტრი, მწვანე ხალხი, კომპოსტო, ძნარი ყველი, ნიორი და მაიონეზი. არ შეიძლება რომ გემრიელი არ იყოს. ძალიან კარგი კომბინაციაა. მოკლედ უკვე შევუკვეთეთ მაშინ და ბლინები. შენ ბლინები ახსენე და მოდი დესერტის ბლინები. კი ბატონო, დესერტად ბლინები შევუკვეთოთ. მოგესალმებით ძვირფასი ტელემაყურებლებო, ეს არის გადაცემა მარილი გემოვნებით Music Box-ის ეთერში, ბუნებრივია და დღევანდელი, ესე იგი, ჩვენი გადაცემის ლოკაციის ადგილად შეირჩა ძალიან მაგარი უკრაინული რესტორანი ხუტოროკ City. როგორც იქნა დათვა ჩვენს დედაქალაქში, შესაბამისად გამოიდარა და არაჩვეულებრივ განწყობას უფევს როგორც ხუტოროკში, ასევე სრულიად საქართველოში. და მინდა გითხრათ, რომ მიკიმ და ნინომ დღეისთვის შევუკვეთეს ძალიან მსუბუქი სალათი, საფირმო სალათი, რომელსაც რა ეწოდება? ხუტოროკი. ხუტოროკი, რა თქმა უნდა, ამ რესტორნის დასახელება. თქვენი სახელი პირველ რიგში გაგვეცანით? გიორგი კვერნაძე. გიორგი კვერნაძე, რომელიც გახლავთ ამ რესტორნის შეფ-მზარეული, ან მენეჯერი სამზარეულოსი, ხო? სუშეფი უბრალოდ ვთქვა. სუშეფი? აი ესე იგი სულზევით, სულ პირველი ადამიანი ყოფილა სამზარეულოში. რამდენი წლის ბრძანდებით? 23. 23-ის. მოკლედ, არ ვიცი, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს იმ მზარეულების ასაკი, რომელთანაც ჩვენ გვიწევს ხოლმე კონტაქტი. შენ გახსოვს ალბათ 21 წლის მზარეული ყავდა ერთ-ერთ გადაცემაში. ახალგაზრდა ადამიანები საკმაოდ გემრიელად ამზადებენ, თურმე განსაკუთრებით მამაკაცები თუ არიან სხვა ხო, ეს აღმოჩენა მე გავაკეთე და ერთი სული მაქვს, როდის ვეწოვით ისეთ რესტორანს, სადაც ქალბატონი შეგვხვდება, რომ მე უფრო მეტი საერთო ენა გამოვნახო იმ ადამიანთან. ეს მამაკაცი რომ მიწევს ურთიერთობა. გამოვნახავთ აუცილებლად. რა არის ამაში? არაფერი, ყველაფერი ძალიან კარგად არის, მე მომწონს ორ მამაკაცს შორის უფრო მომეწონებოდა ჩადგომა, მაგრამ მე როგორც ხვდები აქ შევუშლი ხო ადამიანებს. ყველაფერი შოს სამზარეულოში. ესე იგი, ინგრედიენტებს რომ ხედავ, აქ ყველასთვის ყველაფერი ნაცნობია ჩვენთვისაც. უკრაინა ფაქტიურად თითქმის ითვლება ჩვენ მეზობელ ქვეყანად, შესაბამისად ძალიან ვახლობთ ერთმანეთთან და მიკისთვის განსაკუთრებით მინდა აღნიშნო ის, რომ ძალიან ნაცნობია ყველაფერი. ხო, მიკი? ესე იგი, შენთვის დღეს უცხო სიტყვათა ლექსიკონი მე მგონი არ დაგჭირდება, ხო? არავითარ შემთხვევაში. ძალიან კარგი მიხარია ეს ამბავი, ესე იგი, ძალიან არ გაიწელება ჩვენი გადაცემა ძვირფასო მაყურებლებო. დავიწყოთ თუ შეიძლება შევუდგეთ საქმეს და პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? კი ბატონო, ეხლა ჩვენ აქ მოცემული გვაქვს საქონლის ენა, შებოლილი კისერი ღორის ვიწყებთ ენის დაჭრით. ეს არის მოხარშული ენა, ეს ყველგან შეიძლება შეიძინოთ. მიკი ბევრი ილაპარაკა. ენამ და ღირსია რომ ესეთ მდგომარეობაში. ხონდა გაითვალისწინე რო იცოდე. სხვადასხვა იგივე მინდოდა შენთვისაც მეთქვა. რომ გაითვალისწინე თქო. ესეთი ბედი ელის რომელიმე რესტორანში ჩვენ ერთ დღესაც რომ აღმოაჩინოთ მენიუში ნინოს ენა. სპორტიჟერის დარწმუნებული ვარ მხოლოდ შენ დააგებინებ ამ ენას. იქნება და ექსკლუზიური. მიკისთვის, ნინოს ენა მიკისთვის.
გიორგი, ყველაზე მოთხოვნადი კერძი რომელი არის ამ რესტორანში? ნუ რა თქმა უნდა საფირმო კერძები, როგორც ეს ხალხის ხუტაროკი და ცხელი ხუტაროკი გვაქვს. გეორი კატლეტი რა თქმა უნდა, იმიტომ მაინც უკრაინულია და ესე იგი ტრადიციული უკრაინული კერძებია ყველაზე. კი. ასთავარია უგემრიელესი უკრაინული კერძები შეგიძლიათ დაგემოვნოთ, განსაკუთრებით მე მიყვარს კიევური კოტლეტი, რომელსაც საკმაოდ ხშირად მივირთმევ აქ სხვათაშორის. არის მომსახურე პერსონალმა თუ მიცნო, არ ვიცი, ხშირი სტუმარი ვარ. ესე იგი ყველგან ნამყოფია ყოველთვის. მე არასად არასოდეს არ ვარ ნამყოფი. მიკი რატო არ დაგყავა რესტორნებში? არ ხარ. პირველად მოვედი დღეს მე აქ და ძალიან მაინტერესებს რა როგორ კეთდება. ეხლა ჩვენ ეს მოვათავსოთ ჯამში. ესე იგი ესე ძელ წვრილ ნაჭრებად არის დაჭრილი ენა. ისე ვიღებ, ეხლა შემდეგში ვიღებ შებოლილი კისერს, ღორის. ნუ აგრეთვე ესეც ყველასთვის ხელმისაწვდომია ყველა მაღაზიაში. ბატონო. ესე იგი სახის პირობებში თავისუფლად შეგვიძლია დავამზადოთ ეს უკრაინული კერძი. ძალიან თავისუფლად, ძალიან მოკლე დროში. მიკი, მინდა გითხრა რომ ისე როგორც არასდროს ეხლა მომინდა ვიყო უკრაინაში. იცი რა, მე თავს ისე ვგრძნობ როგორც უკრაინაში. რაღა დაგიმალო. არა, გარემო ნამდვილად გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ ვიგრძნოთ თავი უკრაინაში. გაფორმებული შეხედა როგორ არის? მე აი ეს კედლის ნახატი მომეწონა ძალიან. ხუტოროკ აწერია. ხუტოროკ. ხუტოროკ. რას ნიშნავს იცი ხუტოროკ? რას ნიშნავს ხუტოროკ? მე გეტყვი. არც მე არ ვიცი. ამ ბევრი შტრიხი იკვეთება აქ ამ რესტორანში. თავი ნამდვილად უკრაინაში გეგონებათ. შეგიძლიათ კერძების გარდა უბრალოდ ინტერიერებსაც დატკბეთ, შეგიძლიათ საუზმის დროს მოგზანდეთ, შუა დღეს სადილის დროს, საღამოს ვახშმის დროს, ნებისმიერი გარემო თქვენთვის იქნება შესაფერისი. აქ ქვედა სართულიც არის, მე როგორც ვიცი. იქ უშუალოდ რესტორნის ტიპის სკამები და მაგიდებია, კუპეები, კი ბატონო, თუ განცალკევებით გინდა დაჯდომა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაზე კარგი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. არა, ნუ ეხლა გემოვნებაზე ყველაფერი ისე როგორც ჩვენი გადაცემა მარილი გემოვნები. ნინო ზოგს ურჩევნია ხალხმრავალ ადგილზე აღმოჩნდეს, ზოგსაც ურჩევნია მყუდროთ და სიწყნარაში გაატაროს საყვარელ ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად დღის რომელიმე მონაკვეთი. მაგრამ ჩვენ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანები ვართ, მიკი მე და შენ შესაბამისად საზოგადოებაში ვარჩიეთ დაჯდომა. ეს შებოლილი შეიკა ჭირდება დაახლოებით 2/3 რამდენი წენა. შემდეგ ვიღებ წითელ ბულგაროს. ამაზე ახლა ზედმეტი ლაპარაკი არ შეიძლება, ყველა ნაბიჯი არის, რა თქმა უნდა. ეხლა შემდეგ ვიღებ თესალ კვერცხს, რომელსაც გულს ვაცნობ. ესე იგი გული არ გჭირდება ჩვენ თავისთვის. ჭირდება. არ გჭირდება. არა, ეხლა ბოლოს ნახავთ ყველას. ეს ამ გულს ვინახავთ ბოლოს. გასაგები. სულ სწრაფი ვარ. მოგეთ ყველაფერი იჭრება, რაც კი ამ კერძისთვის. კი და თუ ხარ დაკვირვებული, არც მარილი, არც შავი პილპილი, არანაირი სუნელი არის, ეს ნატურალური საღამო. მარილი გემოვნებით არ უნდა? გემოვნებით არის ამ შემთხვევაში და არ უნდა. ხო? მარიო დავყარ გემოვნებით აღარ. არა, იქნებ მე მიყვარს მლაშე. გადამლაშებული საკვები, მარილიანი. ფიტი ძალიან ზადადილოა. ესე იგი, ყველაფერი რაც აქ არის, ყველაფერი იჭრება. გადამლაშებული 90%-ს არ ხარ. ამ ხელა ბულგაროს ვაგდებ ძალიან მიკი, არა კომპოსტოს. ისე მე ვიცი რომ მიკი ძალიან უყვარს მარილიანი კერძები, რომელიც ახლა იმ დარბაზში ზის და გვეუბნება. ხო? იქ მაგიდასთან, ყველა მაგიდასთან ძევს სამარილეთს, საპილპილეთს, მე როგორც შევატყე უკვე და შეუძლია მარილი გემოვნებით მოაყაროს. ასე რომ ნუ გაართულებ ახლა საქმეს მიკი. კარგი მინა გიჯერებ ჩუმეთო. გიორგი, რა მაინტერესებს? ზოგადად გასაგებია რომ უკრაინული სამზარეულო ძალიან მდიდარია თავისი კერძებით. მაგრამ ისეთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული რა არის მსოფლიო მასშტაბით? ნუ ალბათ ისევ და ისევ ვიტყვი კიეურ კატლეტს, მაგრამ ამასთან კიდე ბორში, რა თქმა უნდა, ეს რა ვიცი, მსოფლიოს ყველა კუთხეში იციან ალბათ, იმიტომ რომ ისეთი უკრაინული ტრადიციული ჩვენც რა თქმა უნდა გვაქვს მენიუში. თავისუფლად შეუძლია ყველას დააგემოვნოს ნამდვილი უკრაინული ბორში. მე ვიცი კიდე ბლინებია ძალიან პოპულარული. კი ბატონო, ბლინები, ვარენიკები, პელმენები, ეს არის მაინც უკრაინული და უფრო ეს რუსული და ასე შემდეგ. ნაზავია. ხო, ნაზავია. სლავური ეს რა თქმა უნდა ეს პელმენები და ასე შემდეგ. ეხლა მე რა მოვიკითხე რომ ბორშის ნაირსახეობა არსებობს თორემ? ძალიან ბევრი.
ხო, მე არ ვიცი, მე ვიცი ტრადიციული, რომელიც ჭარხალი, კომბოსტო და კარტოფილი ჭირდება. აი, ბები ამყავს მე უკრაინელი, ამ შემთხვევაში გამიმართლა და უგემრიელესი ბორში მზადდება ჩემთან ოჯახში, სხვათა შორის კვირა არ გავა რო არ დამზადდეს. ეხლა იმედი მაქვს. მე არ მიჭამია სხვანაირი ბორში. ეს გეტყვით ახლა. ანუ ჭარხალი, კომბოსტო, კარტოფილი ეს არის ძირითადი ინგრედიენტები, მაგრამ არის მომზადების წესი სხვადასხვა. და არის დანამატებით აგრეთვე ზოგი ხორცი და ზოგი სოკოთი და ასე შემდეგ. ძირითადად კლასიკური ბორში მე როგორც ჩამოთვალე იმ ინგრედიენტები შეგება? და არის ხოლმე მოთხოვნა აი ხორცის ბორშის ამ რესტორანში მაგალითად. კი, ანუ და მზადდება ყველანაირი ხო თქვენთან? ანუ ჩვენ ვამზადებთ ბორცნეულის ბორშს და კლიენტის მოთხოვნის მიხედვით იქ ხორცი ზოგს უნდა, ზოგს არ უნდა და ასე შემდეგ. გასაგებია. გავაგზავნო ჩვენ ახლა რა გვაქვს დარჩენილი? ეხლა ჩვენ ეს მთლიანი მასა მომზადებულს ვამატებთ соусებს. სოიუს соусია ესა. ნახეთ. ესეც ყველგან შეგიძლიათ შეიძინოთ. ვამატებთ დაახლოებით 20 მილilitrს. კი, სოიუს соуსი არის მარილიანი. და იმიტომაც არ ჭირდება ამ სალათას მარილი. არის ბალზამიკო. ეს არის წითელი ღვინის ძმარი, სადაც ბევრმა იცის. მე დაგიჭერთ ამას. ამასაც დაახლოებით, ამას ცოტა 10 მილიგრამს დაახლოებით. და ზეითუნის ზეთი. ეს ყველასთვის ცნობილია, რა თქმა უნდა. ზეითუნის ზეთიც დაახლოებით 20 მილიგრამი. და ეს ყველაფერი უნდა ამოურიოთ? კი ბატონო. მე რა დაუშვი? ოი. საკმარისია ნინო. გიორგი, სამზარეულო რომელი საათიდან იწყებს მუშაობას რესტორანში? დილის 10 საათი. დილის რომელ საათამდე? საღამოს 11 საათამდე შეგიძლიათ. მუდმივად ესეთი რეჟიმია, რომ აი მუდმივად კი, ანუ არა აქვს მნიშვნელობა, შუად დილა ყოველთვის არის ჩვენთან მოთხოვნა ყველა არა აქვს საღამოს განსხვავებული მთელი დღის განმავლობაში ერთნაირი რეჟიმით მუშაობს. ფოტოშოპს ასეთი რესტორანი თბილისში ჯერ მე მინდა ვთქვა რომ ეს პირველი რესტორანია, ჩემი მეგობრები ძალიან აქტიურად დადიან ამ რესტორანში, მოდიან დილით საუზმეზე. დილით წარმოედგინენ აბახუსეზე რა მაგარია აქ სტუმრობა. წითელი ბორში. ნამდვილად. დაგემოვნება. ძალიან კარგია. ეხლა ვჭრით კომბოსტოს. ჩვენ ეს ძალიან თავი გვაქვს ძალიან წვრილად დაჭრილი. დაახლოებით როგორც ბორში, უმეტეს და უფრო წვრილად. და შემდეგ კებავთ ამას ყველაფერს. ეს კვერცხი რაც დარჩა ბულგარული ეს ყველაფერი აღარ არის საჭირო, ხო? ანუ ეხლა ჩვენ ვამზადებთ ერთ პორციას. კი ბატონო. ეს პორცია ეს შენი აზრით ერთი პორცია. არა, ანუ ერთ ადამიანზე არა, ხო? ნუ ერთ. რა თქმა უნდა, ეს შეუძლია ერთ ადამიანს შეუკვეთოს, პორციულიც არის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რამდენიმე ადამიანი უკეთოს. ეხლა ვიღებთ მდნარ ყვევილს. რომელსაც არა მაიონეზი არ ეს არის მდნარი ყვევილი. შენ რომ გონია რომ ერბო ქონია. და დაახლოებით 40-50 გრამს. ძალიან მინდა რომ მიგისთან გავიდე და გავხედო რა მიგიდან ნინოსთან გავიდე და ვნახო რა საკეთებია. როგორია მათი მოლოდინი. მარტო მტოვებ მიკი? სულ 5 წუთი. კი ბატონო, არა წადი. უფრო ბევრს ისწავლი ვიდრე მიკი. მაშინ მე გამაკეთებინათ უშუალოდ პროცესში ჩამრთეთ. ნინო, მე შენ ძალიან დიდ პატივს გცემ. შენს გადაწყვეტილებას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძალიან მშია. ძალიან მშია და მე მხოლოდ ერთი სალათის ამარა ვერ დავრჩები ამ რესტორანში. მით უმეტეს რომ მართლა ძალიან მაგარ რაღაცებს ამზადებენ და მოდი რა რაღაცა შევუკვეთავ რა. მე შევუკვეთავ სამეფო ბორშს. კიევურიც მინდა ძალიან. აუ გადახედე მენიუს დამეთანხმე რა შენც გინდა მეხარი. რა თქმა უნდა გეთანხმები და სხვათა შორის მე გამიკვირდა კიდევაც მე სალათი შევუკვეთე რატო არ გააპროტესტე ეს ყველაფერი. ჯერ ბეჯიტად მოყვებოდი მაგრამ აქ ისეთი არომატი და ისეთი სუნიტრიალებს რომ ვეღარ გავძელი რა. გაძელი და მაინც იფეთქა შენში ვულკანა. გასაგებია მოდი მაშინ ჩვენ ესეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ რომ ჩვენ შევუკვეთავთ სამეფო ბორშს რომელიც მენიუში ამონიკითხეთ და გამომთქვათ პურში მზადდება და ასევე კიევური კატლეტი.
სხვათა შორის ნინო მე რო ცოტა ხნის წინ გავედი გავხედავ ერთი მიკიდანინოს აშვებიან თუ რა რომ მოვედი აღშფოთებული იცი რა მოხდა თქო ყურადღებაც არ მომაქცია და ზედაც არ შემოხდა რა მოხდა თურმე ამასობაში რომ მოკალადნენ მიკიდანინო რომ შეუკვეთეს ჩვენ როგორ გონია რომ შეუკვეთეს სუბუქად დასანაკრებლად სალატი თურმე არ ვიცი რა დაემართათ მოუნდათ კიევური კატლეტი და სამეფო ბორში რომელსაც თურმე უკვე ამზადებენ მზარეულობთ მიკი მინდა გითხრა რომ გასაკვირველი არ არის ეს ამბავი მენიუს გადახედავდნენ თუ არა დარწმუნებული ვარ რომ საფირმო სამეფო ბორს დაინახავდნენ თუ არა აუცილებლად შეუკვეთავდნენ ამიტომ მე ეს არ მიკვირს მეც რომ მოსულიყავი უკრაინულ რესტორანში აუცილებლად პირველ რიგში ბორს შეუკვეთავდი და კიევურ კატლეტს რაღა დაგიმაუცდა ეხლა ეს გვერდზე გადავდოთ 2 წუთით და ვიწყებთ უკვე სალატის დალაგებას თეფზე უკვე უშუალო პროცესი ხდება. მოდი მე დაახლოებით განახებ და მე გავგანაგებ შენ. კარგი? აი რა კარგი, აი მე ნდომზარეული. ეხლა იწყება უკვე მარტივი ძალიან უკვე ბევრი არაფერი დარჩა. ვიღებ ზეთის ხილს. მწვანე ზეთის ხილს. სამცას დაახლოებით არა არ უნდა დავჭრათ და ვიღებთ ან ოხრახუში ან კამაგო რომელიც ლამაზია ეხლა უფრო რაც კამა მომეწონა. მეც ნაცს გავს წიწვივით. ამ კვერცხის გულს ყოფს სამ ნაწილს ასე. გნებავთ ამ კვერცხის გულს მოაფხვნით ამას. გნებავთ ესე ლამაზად ეს უფრო რა ვიცი ამჯერად ესე გავდოთ. ვასხავთ ზევიდან, აი ზეითუნის ზეთს ბზინვარების ხო, გლამურული რო გახდეს. უკრაინული სამზარეულო მრავალფეროვანია, თუმცა საუკუნეების მანძილზე მთავარ საკვებად ითვლებოდა ჭვავის პური და ზოგადად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ჭვავს. პელმენი, ვარენიკები, ბლინები და უამრავი სხვა კერძი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასევე საქვეყნოდ ცნობილია უკრაინული ბორში, რომლის უამრავი სახეობა არსებობს. რესტორან ხუტოროქსიტის მენიუში თქვენ აღმოაჩენთ ბორშს, რომელსაც თეფშის ნაცვლად გემრიელად გამომცხვარ პურში მოგართმევენ. აქვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ საქვეყნოდ ცნობილი კიევური კატლეტი. ხუტოროქსიტიში პირმენებისა და ბლინების დიდი არჩევანიც დაგხვდებათ. ლამაზად გაფორმებული ინტერიერი, ნაციონალურ კოსტუმებში გამოწყობილი პერსონალი, თბილი გარემო და გემრიელი კერძები ის ნებისმიერ მონაკვეთში შეგექმნიან დადებით განწყობას. მოკლედ, მოდი დავამზადოთ ჩვენ ახლა დესერტი. კი ბატონო. და რა ინგრედიენტები დაგჭირდება დესერტისთვის? ნინო, დესერტის მომზადებაში ძალიან ხო მიმაღებინო მონაწილეობა. მოეჩხრები სულ შენ. არა. ცოტა მიგიც ვამუშაოთ, ხო? ზუსტად იგივე ვუთხარი და ახლოვე. თუ ისე ხმამაღლა თქვენ? დავიგე და დავუზიარეთ გაიგებ და ესე იგი ჩვენ აქ უკვე გვაქვს გამომცხვარი ბლინები, რა თქმა უნდა, ტკბილი ბლინები, ესეც ტრადიციული უკრაინული რეცეპტით მზადდება. გიორგი, პირველ რიგში მე მგონი ეს ინგრედიენტები ხელს გვიშლის, რომელიც უკვე სალათისთვის გამოვიყენოთ, შესაბამისად მე დაგეხმარებით, თქვენ გააგრძელეთ და ამას ყველაფერს გადავდებ. კარგით. ვიღებთ 2 ცალ ბლინს, უკვე გამომცხვარს. ბლინს აქ ორი მხარე, ანუ არის რომელიც ისხმება ტაფაზე სხვანაირი, უფრო ისეთი როგორც თქვენ ხედავთ, რა თქმა უნდა, აქეთ ნასვეტებიანი, რომელიც ძალიან ლამაზი არის და ესეთი გემრიელი ჩანს. ჩვენ რო ვიყენებთ მოსასხმელად, ჯობია ის ზედაპირი, რომელსაც ნაკლები ნასვეტები. კი ბატონო, ხო, მაგას ვაკეთებ ზუსტად. ჩვენ უნდა გადავახვიოთ ეს არის თაფლი და ნიგოზი. გატარებული ნიგოზი, არეული და თაფლი. რა თქმა უნდა, ნატურალური თაფლი აუცილებელი. სხვათა შორის მე ძალიან მიყვარს არაჟნით და ალუბლის მურავით. კი, ალუბლის მურავა გვაქვს აქ ზუსტად მოცემული ჩვენ. ანუ ჩვენ რო გადავახვით ამას, უკვე არაჟანის შემდეგ გემოვნებს და მიხედვით.
დესერტი და სალატი გამზადდა და უკვე დანარჩენი მზარეულები სამზარეულოში სწორედ იმ შეკვეთას ამზადებენ, რომელიც თურმე სანამ ჩვენ აქ ვამზადებდით. განმოახლებიათ მიკის და ნინოს. სანამ ჩვენ გვეძინა ფაქტიურად ესე მოხდა იმათმა სამეფო ბორში, წითელი უგემრიელესი ბორში შეუკვეთეს და ასევე კიევური კატლეტი. როგორც ხედავთ, ბუხარი ზაგიზგის და ჩვენს უკან მწვადი შეკვეთა არის მიღებული და იწვება მწვადი, უგემრიელესი ალბათ ესეც კარგი იქნება, მაგრამ მე უფრო ბორს მივანიჭებდი უპირატესობას. მიკი, მე ვფიქრობ, დროც არის იმის, რომ ბევრი ხალხი შემოემატა რესტორანს უკვე და მეგონი დროა ჩვენ დავემშვიდობოთ უკვე გიორგის და ჩვენ გადავინაცვლოთ უშუალოდ მიკი და ნინოსთან და მივართვათ ეს კერძები. გიორგი, უღრმესი მადლობა იმისათვის, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გაფორმების, ულამაზესი და დარწმუნებული ვარ, უგემრიელესი კერძები დაგვიმზადე ჩვენი გადაცემისთვის. ეთერში იყო მარილი გემოვნებით. მოგშივდათ, ხო? დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თავისუფლება ხართ ჩვენგან. დიდი მადლობა გოგო. მოკლედ ეს არის საოცრება. შენ ამას როგორ სავალი, იცი? განა ხო? აბა მიდი. ისე იგი მიკი რატო დევს კიევური კატლეტი პოზა იცი შენ? აბა რა. არ იცი. ესე იგი კიევურს რო გაჭრი, ის წვენი რაც გადმოი. გამარჯობა. გამარჯობა. იცოდი, ვითომ იცოდი? ვითომ ვიცოდი? გარბენც არის. გემრიელესია, მე დარწმუნებული ვარ. მოდი დავიწყოთ ხო ჭამა, თუ ჯერ არა. ვფიქრობ, მე უნდა დავიწყო მიკი და შენი არ ვიცი. ერთოდ ესე არ ლაპარაკობენ ხოლმე, როცა ჭამენ და მით უმეტეს როცა ესეთი მაგარი კერძებია სუფრაზე. მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის, უნდა ვისაუბრო, იმიტომ რომ უნდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. მომავალი შეხვედრა, რა თქმა უნდა, კლავ music box-ზე გვექნება, კლავ ესე იგი ჩვეულ დროს, ჩვეულ ადგილზე, ჩვეულ სივრცეში, განსხვავებულ რესტორანში, რა თქმა უნდა. და უკვე სხვა რესტორნიდან გეტყვით საღამომშვიდობისას. მიკი, მე ძალიან მიყვარს შენ როცა ლაპარაკობ ხოლმე დამშვიდობების დროს, მე ამ სოფელში რომჩება ხოლმე რომ დავაგემოვნო ის კერძები, რომელიც მიკიმ და ნინომ მოგვიმზადეს. მე არ დავუშვებ იმას, რომ მხოლოდ შენ დააგემოვნო. კარგი, მაშინ ჩემი ჯერია. ახლა და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ეს იყო გადაცემა მარილი გემოვნებით. მიკის რა თქმა უნდა არცალია ჩემთვის ამ შემთხვევაში და ჩვენ მომავალ 4 შაბათს დაგიბრუნდებით უკვე სხვა ლოკაციიდან და სხვა რესტორნიდან, სადაც კიდევ ერთხელ დავაგემოვნოთ ძალიან მაგარ საფირმო კერძებს, რომ იყავით ჩვენთან ერთად.